ხო ეხლა რითი მინდა დავამთავრო რა, რომ იმას ვიდეო ვნახე, რომელიც ჩემი აზრით კახოს ვიდეოა რა, კახო კავსაძის რა, კახისი და ძალიან მაგარი ვიდეოა რა. აი ძალიან ეს ვიდეო, აი სკოლებში, რა ვიცი, აი უნდა ისწავლებოდეს რა და უნდა იდოს რა. რომ ყველა კაკვეთილზე, ყველა ახალგაზრდა სკოლაში, კლასებში ეს ამ ვიდეოს უნდა ანახებდნენ, როგორ უნდა იცხოვროს კაცმა რა. აი ამითი დაგემშვიდობებით რა, კახოს ვიდეოთი დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ლიზა, ღმერთი არის ჩვენთან. არს და იყოს, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. ხო, მოგდებით ბოლო არა? ყველა ხო, რაც არ უნდა გამეეცებო, არა, ცოტა ხარის რა მოახ. ხო მოაისრა რა. სამწუხაროდ მოვა. მიქელ გაბრიელი ხო, აბა დავაი რა ცოტა ხარის რა, ცოტა ხარის. დავაი. რამდენი ხარი რა? კიდე რა ხუს წელი. რა მოვეკატე ეურსაც მოგცემ რა. ხო წაგიყვანთ უეჭველი აი. ჩემ სიცოცხლეში ბელასთვის არ მithქვამს. მე შენ მიყვარხარ მეთქი. უბრალოდ ისე ვიქცეოდი რომ ასე უნდა ეფიქრა. მე მას ისე ვაღმერთებდი რომ არავისთვის მემეტებოდა. საკუთარი თავისთვისაც კი. არის ხოლმე ვიღაცას ტელევიზიით აი ამ კაცს რაღაცას ცუც ლაპარაკობენ იმაზე და ლანძღავენ და აი ეს ესეთია და ისეთი იტყვიან ხოლმე ფიქრობ ბაცო. აი რომ ლანძღავენ ამ კაცს. არ ფიქრობ რა აი ამ კაცს შვილები ყავს და ამის მამას ასე საქვეყნოთ როგორ ლანძღავენ კაცო. არ შეიძლება ეგეთ რაღაცა. საკვალაზე ძვირფაშენ დათმო აი მაშინ ალბათ თურმე სუბძულს უბედური ხარ მოძულე თუ ხარ სოდო ესეთი კაცი არასდროს არავისი არაფერი არ შეგშურდეს არ შეგშურდეს არაფერი ერთი გადასარევი წიგნი აქვს დიდი რომანი აქვს დასტაევსკის ქვია იგროკ. კარ ერთი პატარა აზრი. აი ძალიან დარწმუნდა ქალბატონი თავის გამარჯვებაში და მათხოვარი დარჩა. აი როგორც დარწმუნდები ძალიან, აი მაშინ გეძებ. როცა თბილისზეა ლაპარაკი. რა საინტერესოა იცით? მარტო თბილისი კი არ მიყვარს. ქუთაისიც მიყვარს. გაგრაც მიყვარს. ხაშურიც მიყვარს. როცა თბილისის სიყვარულზეა განსაკუთრებულად ხაზგასმულად ლაპარაკი, საქართველოს ყველა ქალაქი მიყვარს. ესე მიჩვენება თითქოს ისინი იჩაგრებიან თქო და რაშია საქმე? ისინიც მიყვარს და ესენიც მიყვარს. ყველა მიყვარს. როცა ერთ ქალაქზეა ლაპარაკი, როცა ქუთაისში ვარ და ქუთაისის სიყვარულზეა, მაშინ თბილისი უფრო მიყვარს. როცა აქა ხაშური უფრო მიყვარს, როცა იქა, აი ასე ვარ. აუცილებელი კი არაა, რომ როდესაც თავში სწავლობს დაკვრას, რომ გამოვიდეს პიანისტი და კარგი მუსიკოსი, არა ამის. ის კარგი წევრი იქნება საზოგადოების. რომ მუსიკა რო იცი, შენ მუსიკის მოსმენა შეგიძლია, სილამაზის აღქმა შეგიძლია, ხაბა ჭამა და სმაიდით, კარაკასაც შეუძლია. უნდა იყო კეთილგანწყობილი. არ უნდა გძულდეს, უნდა გიყვარდეს. უნდა შეგეძლოს თანადგომა. რაღაც ეს თუ არ შეგიძლია, მაშინ შენ სუსტი ხარ. ყველა რაღაცას შენიშნებს იძლევა. ამ ქვეყანაში უყურებ, ყველა შენიშნავს იძლევა. არავინ მაგალითს არ აქვს. არავის. მე ვთვლი რომ ყველაზე კარგი რაც შემიძლია მე გავაკეთო თანამედროვე კინოსთვის და თეატრისთვის და საერთოდ საზოგადოების ეს არის შენი თავს მოუარო. შენ იყო მაგალითი ყველანაირად. როდესაც შენ ხარ არტისტი, ესე იგი შენ გამოდიხარ სცენაზე და რაღაცას ეუნები არა ეს ვარგა, ეს არ ვარგა. ამის უფლება უნდა გქონდეს. როცა შენ ხარ პრეზიდენტი, უნდა ყველაფერში სამაგალითო იყო. ოჯახშიც, ქეიფშიც, ძვაკაცებშიც, დროსტარებაშიც, მუშო ყველაფერში სამაგალითო უნდა იყო. და მეში დაგიჯერებს ვაკვირდა. არა ეს გააკეთე, ეს ყველამ კარგად. ერთ მეუბნება ხო პოლიტიკაში წავედი, რატო დახვედი მეთქი? რატო ხირურგიაში წახვედა? ხირურგია არ ვიცი, აუ პოლიტიკა იყო. ხო და ხალხს როგორ გაუძღეს ხალხს, ყველაზე ძნელი არის ეს, რომ ხალხს გაუძღე, ის რომ ხალხი წამოხვეს შენ. ეს იცის. და აი ეს ხირურგია არ ვიცი. ხელისუფლებაში
გარბის ის ალბათ და ეძებს იმას, რაც მას არ შეუძლია გააკეთოს ჩვეულებრივ სიტუაციაში და იქნება აი ამ სიტუაციაში მაშინ გამარჯობა. მაშინ ეთაყვანებიან, როცა ხელისუფალია. რუსთაველის თეატრში ვითამაშეთ კავკასიური სასისტრე, გადატენილი თეატრია და დათავდა სპექტაკლი და გამოვდივართ და შემოვიდა ერთი ამერიკელი კაცი. ამერიკელების ხარჯებს ძალიან უბრალოები არიან. მეო 10 დღეო ვარო საქართველოსშიო. ასე დაიწყო ლაპარაკი. 10 დღე. და სულ მესმისო. მოვიარეთ თელი საქართველო. და სულ მესმის. აი ჩვენ ეს ვიყავით, ჩვენ ეს გქონდა, აი ეს იყო ჩვენი კულტურა, ამ საკუთრებში იმ და აი ეს ვიქნებით. აი ამას გავაკეთებთ. აი ამას დავწერთ, აი ეს დაიწერა მაშინ. აი ამას დავწერთ მერე. და სულ იყო წასული და მომავალი. დღეს ვინ ხართო? მე არ ვიცოდიო. და მე დღეს ნახე სპექტაკლი და ერთი მინდა გითხრათ, რომ თეატრი არის ის ინსტიტუტი, რომელიც ამბობს ერი რა არის და ვინ არის დღეს. ქართველი მომღერალი ძლიერი მომღერალი მაშინ არის თუ მას იმპროვიზაციის ნიჭიებს. წავლე, წამოვლე, პირველი ხმა, მეორე ხმა, ივლიან, მერე მოვლე და კეთილხმოვანებაში შეერწყმიან ერთმანეთს. თუ ჩვენ ისე ვიცხოვრებთ, რასაც ქართული ხალხური სიმღერა გვკარნახობს, ადგილიდან ვერავინ დაფწრას და ვერც ვერანაირი გლობალიზაცია ვერაფერს დამაგრებს. როგორ გავუზარეთ ამდენ გაჭირვებას? რანაირად? ალბათ ვიღაცა ხელშემოგაშველებდა, გაგამხნევებდა, გაგამხიარულებდა. ბოლო-ბოლო ცრემლს მოგწმენდა. თავისუფლება უყვარს ქართველს. თავისუფლება უყვარს, ო? თავისუფალი როცა არის. თავისუფლებაში არის ქართველი სწორედ. მაგარი მეგობარი, ადამიანი, როდესაც ამ ფულს, რომელიც აქვს ადრე, გადაარდა, ზისს, ხისას, ძვის მიმა, გადაარდა. ბოღმას მოიშორებ, აგრესიას მოიშორებ, ამას მოიშორებ, აი მაშინ ხარ თავისუფალი. აი ამას რომ აი მაშინ ხარ თავისუფალი. არავისი არასდროს არაფერი არ შეგშურდეს და შენ იქნები წარმატებული. რატომ იცით? შენ საქმეზე იფიქრებ. როცა გშურს, შენ იქახარ. იმის წარმატება გკლავს შენ. ამიტომ შენ იფიქრე შენ თავზე და გააკეთე ის საქმე, რასაც შენ ფიქრობ, რომ გააკეთე. თავარია, რომ კაცმა ბედნიერება დაინახოს. თუ ბედნიერება არ დაინახე, მაშინ ყველაფერში უბედურება შეიძლება შეიგრძნო. სიკეთე ის კი არ არის შენ რომ სხვას გაუკეთებ. აი შენ რომ დაიმახსოვრებ, სხვამ რა სიკეთე გაგიკეთა. აი ეს არის სიკეთე. პატრიოტიზმი არ ნიშნავს რომ შენ შენი ქვეყანა გიყვარს და შენ შენიანი გიყვარს და შენი ხალხი გიყვარს, შენი ენა გიყვარს. არა. როდესაც შენ ხედავ რომ სხვასაც თურმე თავისი ხალხი, თავისი ენა, თავისი ქვეყანა, თავისი მიწა წყალი უყვარს. როდესაც შენ იმის სიყვარულსაც დაინახავ, აი მაშინ შენს სიყვარულს შენი ქვეყნისადმი ფასი აქვს. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. თქვენ ბრძანებთ რომ მაქებენ არა და მეშინიან თავში არ დამარყას, არა მივარდეთ თავში. ეხლა ნორმალურად ვარ და კაც რომელსაც დაარტყავს თავში, აი იქ თავდება ყველაფერი. მინდა ჩვენ სულ გვიყვარდეს ერთმანეთი. პატივი ვცეთ ერთმანეთს. და ალბათ მაშინ ნამდვილად გვეშველება. უნდა დაელოდო შენს დროს. და ის დრო
აუცილებლად მოვა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როდის სწავლა. ნეტავი იქ თეატრი არის. ნეტავი იქ თეატრი არის.